დიდება შენ და რომელმა მოფინე ნათელი დიდება მაღლაში ნამესა
მოხედე ხოლო მწუხრი შაბათსა რომელი განსთენდებოდა ერთ შაბათად მოვიდა მარიამ მაგდალინელა და სხვა იგი მარიამ ხილვად საფლავისამის და აძვრა იყო დიდი რამე თუ ანგელოზი უფლისა გარდა მოხდა ზეცით მოვიდა და გარდა აგორვა ლოდი იგი კარისამისგან საფლავისა და დაждდა მასზე და ხოლო იყო ხილვა იმისი ვითარცა ელვა და სამოსელი მისი სპეტაკი ვითარცა თოვლი ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქნეს ვითარცა მყდარნი მიუგო ანგელოზმა მან და რქვა დედათა მათ მოგეშინინ თქვენ ვიცი რამე თუ იესოს ნაზარეველსა ჯვარცმულსა ეძიებთ არა არსაკა რამე თუ აღსდგა ვითარცა რქვა მოვედი და იხილეთ ადგილი სადაც დაიდვა უფალი და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა ვითარმეთ აღსდგა მკვდრეთი და წინა გიძღვის თქვენ გალილეას მუნიხილოთ იგი აჰა ესე რა გარქუთ თქვენ ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა და ვითარცა იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა და იესო შემთხვია მათ დარქვა გიხაროდენ ხოლო იგინი მოვიდეს და შეურდეს ფერხთა მისთა და თაყვანისეს მას მაშინ რქვა მათ იესო მოგეშინინ წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა რათა წარვიდნენ გალილეას და მუნ მიხილონ მე და ესენი ვითარცა წარვიდეს აჰა ესე რა დასისამისგანი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღვდელმთავართა მათ ყოველი ესე რაცა იქმნა ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა ყვეს ვერცხლი დიდ ძალი მისცეს ერისაგან თამად დარქვეს ესრეთ თქვათ ვითარმეთ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი ვიდრე ჩვენ მეძინა უკვე თუ ესმეს ესე მთავართა მას ჩვენ ვარწმუნოთ და თქვენ უზრუნველყვეთ ხოლო მათ მიიღეს ვერცხლი იგი დახვეს ეგრე ვითარცა ისწავეს მათგან და განითქვა სიტყვა ესე ურიათა შორის ვიდრე დღეინდელად დღემდე ხოლო 11 იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას თასამას სადაც აუბრძანა მათ იესო იხილეს იგი და თაყვანისეს მას ხოლო რომელიმე შეორგულდეს მოუხდა მათ იესო ეთყოდა და რქვა მომეცამე ყოველი ხელმწიფებაი ცათაშინა და ქვეყანასაზე და წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა და ასწავებდით მათ დამარხვა ყოველი რაოდენი გამცემ თქვენ და ესე რა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ამინ სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა მას შემდეგ რაც კაცობრიობა არსებობს დაწყებული ადამ და ევადან აბელიდან
კაინიდან დღევანდელ დღემდე კაცობრიობას თლიანად და თითოეულ ადამიანს სალსალკე ერთადერთი საზრუნავი აქვს. ცნობიერად თუ არაცნობიერად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მაგრამ ერთი საზრუნავი აქვს. იყოს ბედნიერი და ეძებოს ის, ვინც ამ ბედნიერებას მიანიჭებს. თითოეული ადამიანი თუ თლად მისი ბუნება არ გადაგვარდა და მხედს არ დაემსგავსა, ამისკენ ისწრაფის და მთელი კაცობრიობა, მთელი ისტორიის განმავლობაში. ისინი, ვინც მეტად უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ისინი ღმერთს ეძებდნენ. ღმერთს, ანუ იმას, ვისაც შეუძლია ამ ბედნიერების მონიჭება, მაგრამ ხვდებოდა, რომ ის ამ სამყაროში არ არის. ის მიღმიერ სამყაროში. რაღაც არა ამქვეყნიურია. და თუ სწორი სარწმუნება არ ქონდათ, რაღაც საშინელ, ჩვენთვის საშინელ, მათთვის ალბათ, მათთვისაც საშინელს, მაგრამ რაღაც მიუწვდომელს, მისტიურ ფორმებს ქმნიდნენ კერპებისას. მათ შორის აღმერთებდნენ ცხოველებს და ცხოველებს ძირითადად გამოარჩევდნენ სიძლიერიდან გამომდინარე, ან რამე თვისებიდან გამომდინარე, რომელსაც თვლიდნენ, რომ რაღაც არაამქვეყნიურია, მიღმიერი. კაცობრიობაში ადამიანთა შორის უფრო გონიერები, უფრო ღრმად უღრმავდებოდნენ და ფილოსოფიურ სისტემებს ქმნიდნენ. თვით უღმერთონიც კი კაინის მაგალითი რო გავიხსენოთ. თვით უღმერთონიც კი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ეს რელიგიურობა მათი გამოიხატებოდა შიში, ემან და არ მოუკვდე და რამე არ დამემართოსო. ოღონდ ეს არ იყო ცხოველური შიში, იმიტომ რომ ადამიანს რაც არ უნდა ურწმუნო იყოს და კაინზე ვერ ვიტყვით, რომ იგი ურწმუნოა, იგი ღმერთს ხერხს წირავს. ადამიანს უკვდავი სული აქვს, რომელიც იმ ცხოველურ პირუტყულ შიშსაც კი რაღაც მისტიურ ელფერს ძენს. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს და სამყაროს და უფრო მეცხედავდნენ. ისინი თავიანთ თანამოძმეებზე და თანამედროვეებზე უფრო ამაღლებულნი იყვნენ შინაგანი მდგომარეობით. ისინი გაემიჯნებოდნენ ხოლმე, ემიჯნებოდნენ იმ სამყაროს, ბავშვი გადაციეთ იქ. იტანჯება თვითონაც და მეცხელს მიშლის. იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ რაც არსებობს ცოდნა, რაც ცოდნაც ჰქონდათ კაცობრიობას და რაც ცოდნაც ჰქონდა საზოგადოებას, ის არ იყო მათთვის საკმარისი. ემიჯნებოდნენ და შინაგანი ამბოხი ჰქონდათ. ყველას გვახსენდება თუნდაც სოკრატეს მაგალითი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მაშინდელმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ მისი სოკრატეს რელიგიური გზნობები და განცდები და შეხედულებები არ ემთხვეოდა გაბატონებულს, საზოგადოებაში გაბატონებულს. აღმოსავლეთში კონფუცი იტყვის იმასაც, რომ ამ სამყაროს მე ციტირებას რა თქმა უნდა არ ვახდენ ზუსტად, არს გადმოვცე. მე ადრეს მithქვია ეს თქვენთვის განსაცვიფრებელი სიტყვები. როგორ შეიძლება ეშველოს ამ სამყაროს? ერთადერთი ალბათ ღმერთი ადამიანად რომ მოვიდეს, მაგრამ ჩვენ ხომ მას მოვკლავთ. ჩვენ ხომ მას მოვკლავთ. და მისი ეს სიტყვები წინასწარმეტყველურია, მაგრამ ის თავის ადამიანური სიბრძნით ხედავდა, რომ თუ ღმერთი მართლაც მოვიდოდა როგორც ადამიანი, ჩვენ მას აუცილებლად მოვკლავთ. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შენარჩუნებული ქონდა სწორი სარწმუნოება.
და ასეთი მაგალითები თავად ბიბლიაშიც არის. იგივე მრავალტანჯული იობის მაგალითი გვახსოვს. მელქისედეკი, რომელიც არავინ იცის ვინ არის და სახე და სიმბოლოა ქრისტეს, აბრაამი აქეთ სწირავს მას მსხვერპლს, მეათეც სწირავს, წარმოგიდგენია? აბრაამი, რომელიც ყველა მორწმუნის მამაა, მელქისედეკს აქეთ სწირავს, შესაწირავს უკეთებს. მეფე სალიმის, ანუ მშვიდობის საოცარი სახეა, რომელსაც მერე პავლე მოციქული წარმოაჩენს როგორც ქრისტეს სახეს, მაგრამ იგი ხო კონკრეტული ადამიანი იყო. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ინახავდნენ ადამისეულ სარწმუნოებას, იმ სარწმუნოებას, რომელიც ჰქონდა ადამს გამოტანილი სამოთხილე. შემდეგ აბრაამი, ისააკი, იაკობი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მანამდე წინასწარმეტყველი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანამედროვე მოციქულები, მოწაფეები ქრისტეს. ანუ ის მცირე სამწყსო, რომელსაც შეეძლო დაეტია, რა შეეძლო დაეტია, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, არა, ამის დატევნა არავის შეეძლო. მაგრამ ის ვინც მოვიდა, არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ის ვინც მოვიდა, ხსნელია. ის ვინც მოვიდა, მესია, ანუ ქრისტია. ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ რაღაც სხვანაირია. ბოლომდე ვერ ვიგებ, გაუგებარია. ამ ქვეყნიურ მეუფეს ველოდებით, მაგრამ იგი რაღაც სხვანაირად იქცევა. და როცა დაიბადა, იყო გალობა ზეცაში ანგელოზების. წყემსებით აყვანს სცემდა. იროდი აბობოქრდა და 14,000 ყრმა მოწყვიტა. იქ მოგვებს გამოცხადება აქვს და მოდიან და თაყვანს სცემენ. მთელი იერუსალიმის შეზრა მოგვების ჩამოსვლა. რაღაცა მოძრაობაა. იქ 12 წლის უფალი აოცებს, ანცვიფრებს, წიგნობრებს. შემდეგ იოანე ნათლისმცემელი ხმა მღაღადებლისა უდაბნოს აშინა, რომელიც თავისი ენერგიულობით, ექსპრესიულობით შეიძლება ასე ითქვას, მთელ იუდეას შეძრავს. მასთან მიდიან, ეკითხებიან. მისი ეშინია მეფეს, ურჯულო მეფესა და დედოფალს. თან პატივს მიაგებს მეფე, მაგრამ მაინც მოკლავს. უფლის მოღვაწეობა, რომელიც თითქოს არავის ემუქრება, რომელიც სიკეთის მეს არაფერს აკეთებს, მაგრამ მისი ეშინიათ, მისი შურთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაფერს თავის ღვთაებრიობას მალავს და სიტყვით ქადაგებს, კურნავს, სასწაულებრივად კურნავს, მაგრამ გაეცლება ხალხს. სასწაულებრივად დააპურებს ხალხს, მაგრამ გაეცლება, იმიტომ რომ პატივს და დიდებას გაურბის. იმიტომ რომ მას სურს, რომ მხოლოდ სიტყვით იქადაგოს ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთისაგანაა. და ვიცით ჩვენ თუ როგორ უნდა მივიდეთ ღმერთთან, ჩემი ცხოვარი ჩემს სიტყვას მოისმენს, უფალი ამბობს. ის ვინც ცხოვარია, ის ვინც მაძიებელია, ის ვინც არ ეგუება აი ამ სამყაროს ბორკილებს, არამედ მას თავისუფლებას წყურია, ჭეშმარიტებას ეძიებს, ოღონ გააზრებულად და ცნობიერად. იმათ ასეთ ადამიანების გულის ყურს სიტყვა მიწდება, სიტყვა, რომელიც ღმერთისაგან გამოვიდა. არა ანგელოზისაგან თუნდაც, არა ლიტონი კაცისაგან, არამედ ღმერთისაგან გამოვიდა და მიხვდები, რომ ეს სიტყვა ღმერთის არის. აი ამათვის ქადაგებს, ამისთვის მოვივილინეო, უფალი ამბობს, რომ ვიქადაგოს. თუმცა ხანდახან იმის გამო, რომ ჩვენ არ გქონოდა საყვედურის თქმის შესაძლებლობა, კაცო, ვერ დაგვანახე, რომ ღმერთი იყავი. ამისთვის ხანდახან სასწაულს ახდენს თითქოს და დემონსტრაციულად, მათ შორის ლაზარეს აღდგინებას გახსოვთ. არა ძირითადად სასწაულებს მალავს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაა ეს, მათ შორის ლაზარეს აღდგინება. შემდეგ სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა იერუსალიმის მოსახლეობას, როცა ის დიდებით შედის და მთელი მოსახლეობა ხდება როგორც მეფეს. მანამდე როგორც
მანამდე მისით გამძღარი ხალხი, მისით გამძღარ ხალხს მანამდე სურს რომ იგი მეფედ აკურთხონ, მაგრამ იგი გაურბოს, მაგრამ შემდგომში იღებს ამ თაყვანისცემას როგორც მეფისა. და როცა მას მიუთითებენ გააჩუმეო, ხედავ რას იღაღადებენო, იგი ამბობს რომ ისინი რომ გაჩუმდნენ ქვები იღაღადებენ, იმიტომ რომ მადლია გადმოსული. მადლია გადმოსული. ღმერთი ღაღადებს ჩვილების პირით, მაგრამ ადამიანები თავიანთ ნებას, ღვთის ნებას არ უერთებენ. მათ კიდევ რაღაც მიწიერი სული. ეს ყველაფერი ადამიანთა ცრუ იმედები, რომ ქრისტე ამ ქვეყნური მეფე გახდება და მათ მიწიერ კეთილდღეობას მოუტანს. მოციქულებიც ესე ფიქრობენ, იუდა ამ სოფხედელობას ვეღარ იტვირთავს და იმიტომ რომ შეუსაბამობაში მოდის ქრისტეს ცხოვრების წესთან და მის საუბართან და მის ქმედებასთან და შეიძულებს მაცხოვარს. სხვები არ შეიძულებენ, მაგრამ ვერც იგებენ ბოლომდე. და უცებ ყველაფერი მთავრდება. მას იჭერენ, მისი ძალმოსილება არ ჩანს. იგი მანამდე ლოცულობს და როგორ და შიშიც ეტყობა. მოწაფეები განცვიფრებულები არიან. შემდეგ მას იჭერენ. ერთხელ გამოკრთა მისი ღვთაებრივი ძალაუფლება, როცა მიდიან მასთან და როცა ეკითხებიან რომ შენახარო და მე ვარო რო იტყვის, ყველანი დაემხობიან მის წინაშე. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ქრისტეს მიერ იყო მცდელობა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ ადამიანები. მაგრამ არა, ისინი ვერ ფხიზლებიან. შემდეგ როცა უფალი მათ ღვთაებრივი ძალაუფლებით ხელს არ უშლის, ისინი მიდიან და იჭერენ, აწამებენ, თან დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ყველანაირს, მათ შორის აფურთხებენ, ურტყავენ, საშნელი სისასტიკით ცემენ და შემდეგ კლავენ. მოციქულები, შეშინებულები მის სხეულსაც არ პატრონობენ და ფარული მოწაფეები მიდიან, იოსები და ნიკოდიმოსი და ისინი მის სხეულს პატრონობენ. და შემდგომში მედრესასხიბლე დედები აგრძელებენ მისი სხეულის პატრონობას. სურთ რომ გააგრძელო, თუმცა იგი მასხვარი კვეთით აღდგარი დახვდება. როცა ეს ყველაფერი სიდიადე, რაც უფლის განკაცებას თანსდევდა, ის საოცარი მოვლენები, რომელიც მის ადამიანურ ცხოვრებას თანსდევდა და იმ ერთი მუჭა ადამიანების საოცარი სარწმუნოების და ღვთისადმის სწრაფის და ღვთის ძიების საოცარი აპოგეა შეიძლება ასე ითქვას, როცა თითქოს მთელი სამყაროს მაძიებლობა, მთელი სამყაროს სწრაფვა ღვთისაკენ თითქოს ერთ ჯგუფ ადამიანებში, უმთავრესად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელში და ერთ ჯგუფ ადამიანებში სულ 500-ოდე მოწაფე ყავდა, იმ ჯგუფ ადამიანებში შეიკრიბება, კონცენტრირდება, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიადი სარწმუნება თუ ვინმეს ოდესმე ქონია. და უცებ ყველაფერი კრახით თავდება. არავის აღარაფერი აღარ ჯერა. არც მედრესასხიბლე დედებს არ ჯერათ. უბრალოდ ისინი საოცარ ერთგულებას იჩენენ და სურთ რომ გარდაცვლილ თავიანთ მოძღვარს უპატრონონ. და ყველაფერი დადუმდა. ანუ სამყარო ვითარდება ადამიდან ქრისტემდე, ძველი ადამიდან ახალ ადამამდე, როგორც სამყაროს გამოხსნისა. ეს ადამიანკაცობრიობის რელიგიური სულიერი განვითარების აღმავალი ხაზი და უცებ მკვეთრი დაცემა და სრული არარაობა. იმიტომ რომ ის ვისი იმედით საბოლოო ჯამში ქონდათ, ის სრულ უსუსურობას ავლენს და ყველაფერი კრახით თავდება. ყველაფერი დადუმდა, ყველაფერი სიჩუმე მოიცვა. სხეულით არის საფლავში, ვისაც მიღმიერი სარწმუნოების ჯერა, მას იგი ფიქრობს, რომ სულით სადღაც არის. და დღევანდელ დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც იგი სხეულით არის საფლავში, ხოლო სულით ჯოჯოხეთში. დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამყაროსათვის. დღევანდელ დღეს უფალმა ადამიანად მოსულმა ღმერთმა
გააერთიანა ადამიანები, სრულიად გააერთიანა ისინი, ვინც სამყაროში აწმყოში ცხოვრობდნენ და ისინი, ვისაც ოდესმე უცხოვრია, ისინი ჯოჯოხეთში არიან. იმიტომ რომ იგი უფალი თავის სულით, ადამიანური სულით ხას უსვა, მაგრამ ღვთაებრივი ძალმოსილებით. მიწაზე ის ღვთაებრივი ძალმოსილებად ნაკლებად ან საერთოდ არავლენ და ხოლო ჯოჯოხეთში იგი ღვთაებრივი ძალმოსილებით ჩადის, ადამიანური სულით, მაგრამ ღვთაებრივი ძალმოსილებით იგი ჩადის ჯოჯოხეთში. და ჯოჯოხეთში უქადაგებს. არ ძალადობს, რა თქმა უნდა, ადამიანთა სულებს. ადამიანის სულს გარდაცვალების მერეც აქვს უნარი არჩევანის გაკეთების. მას არ აქვს უნარი სინანულისა, იმიტომ რომ მას სხეული არ აქვს და შემოქმედების უნარი არ აქვს, ღვაწლის უნარი არ აქვს და სინანული აუცილებლად გულისხმობს ღვაწლის უნარსაც, მაგრამ ადამიანს გარდაცვალების მერე კვლავ რჩება არჩევანის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ქრისტე ჩადის და უქადაგებს. მანამდე ნათლისმცემელი მათ ამზადებს, ჯოჯოხეთში მყოფებს. სხვა მიღმიერი სამყარო, სადაც ადამიანები არიან, მანამდე არ არსებობდა. და უფალი ამზადებს, ნათლისმცემელი ამზადებს, უფალი ქადაგებს, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, და მათ შორის იმასაც, ვით ნოეს დროს დაიხრჩნენ წყალში, ანუ უსჯულოებსაც უქადაგებს. არა მარტო ძველი აღთქმის მართლებს, როგორც უყვართ ხოლმე ხშირად, არამედ უსჯულოებსაც უქადაგებს. და არა ცინიზმით, რა თქმა უნდა, უფალს ეს არჩევი, არამედ იმისათვის, რომ მრავალმა მათგანმა სწორი არჩევანი გააკეთოს და უფალს ამოყვნენ. მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ამ ქვეყანაზე ვარ და ჯერ არ გარდავცვლილ ვართ, ხორციელად აქ ვარ და ჯერ არ გარდავცვლილ ვართ, ეს დღევანდელი დღე და საერთოდ ქრისტეს გარდაცვალება, ქრისტეს სიკვდილი და დაფლა მიწაში, ანუ საფლავში 3 დღის განმავლობაში ჩვენ ცხოვრებას დიამეტრალურად უნდა ცვლიდეს და ჩვენ არჩევანის წინაშე გვაყენებდეს. რაც დღეს ჩვენ ამოვიკითხეთ წმინდა წერილში. მე დავითნეს პირით. როცა ვასწავლის პავლე მოციქული, რომ არიცითო, არა უწყით, არამედ თუ რომელთა ესე ნათელ ვიღეთ და მე მგონია ჩვენ ნათელღებულნი ვართ. არც ერთი არა ვართ ისეთი, რომლებიც ნათელღებულნი არ ვიყოთ. რამეთ რომელთა ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ ვიღეთ. ხედავთ, როგორ უკავშირებს ჩვენს ქრისტიანობას. ჩვენ ხო ვართ ქრისტიანები, როგორ უკავშირებს ჩვენს ქრისტიანობას პავლე მოციქული ქრისტეს სიკვდილს პირველ რიგში. რატომ ქრისტეს სიკვდილს? თანადავეფლენითო მას ნათლისღებით ამი. ანუ ჩვენი ნათლისღება მასთან ერთად სიკვდილს გულისხმობს. რატომ მასთან ერთად სიკვდილს? და რა უნდა მომკვდარიყო ჩვენში? ჩვენ ხო ცოცხლები ვართ. ის უნდა მომკვდარიყო ჩვენში, რომელსაც ძალიან უჭირს სარწმუნოებაში და ეჭვებით აღსებული. ის, ვისაც არ სურს ღმერთი. ჩვენში ყველაფერს სურს ღმერთი, მეკითხვა და ამისავს ხშირად თქვენთვის, აბა მითხარით თქვენს ბუნებაში ღმერთი რას სურს? და ვიწყებ ხოლმე ჩამოვიდე კუჭს სურს ღმერთი, ღვიძლს. ესე მივყები და მე გონებამდე და გულამდე თუ ავარ სრული კოშმარია, კუჭს და ღვიძლს უფრო სურს ღმერთი ჩვენში, ვიდრე გონებასა და გულს, რომელიც ხშირად ცინიზმით და სიბინძურით არის ახსავსე და ამპარტავნებით. სულს რა თქმა უნდა ჯამთელ მდგომარეობაში სურს ღმერთი, იმიტომ რომ სულის თვისებებია ისწრაფოდეს ღვთისაკენ, ეშინოდეს მისი და სინდისის მიხედვით ცხოვრობდეს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით როგორ ვისწრაფით ღვთისაკენ. ჩვენ ხო ვიცით როგორ გვეშინია მისი და ჩვენ ხო ვიცით როგორ სინდისიერად ცხოვრობთ ხოლმე. ჩვენ ხო ვიცით ძალიან კარგად. ამიტომ არც სულს არ სურს ღმერთი. ღმერთი ჩვენი პიროვნული არჩევანი თუ არის, მადლობა ღმერთს ამისათვის და მე თუ ვიბრძოლებთ, რომ მთელი ჩვენი ბუნება ამ პიროვნულ არჩევას, ჩვენი ადამიანური ნება ამ პიროვნულ არჩევას დაემორჩილოს. ასე რომ თანადავეფლენით, ანუ ჩვენ მოვკვდეთ ნიშნავს იმას, რომ ჩვენში ის, რასაც ღმერთი არ სურს, ქრისტესთან ერთად დაიფლას და მოკვდეს. და ძველ კაცს უწოდებს პავლე მოციქული ამაზე, შემდეგ ამბობს, რომ ძველი იგი კაცი ჩვენი მისთანა ჯვარს ეცვა. აი ძველი კაცი ჯვარს ეცვა. არ ამბობს ძველმა კაცმა დაიძინა, ძველი კაცი უგულებას ყოფილია, ძველი კაცი შეუცვალოთ ახალი კაცით, არამედ ამბობს ძველი იგი კაცი ჩვენი, რომელიც ჩვენშია, იგი მისთანა ჯვარს ეცვა. ჯვარს ეცვა. ანუ ტკივილს გვახსენებს.
და ჩვენ კარგად გვახსოვდეს, რაც ძალიან გვიჭირს, რაც ძალიან გვაწუხებს, რომ ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი ღვთისაკენ სვლა ტკივილებს უკავშირდება, ტკივილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ ველევით საკუთარ თავს. ჯვარს ეცვა ჩვენში ძველი კაცი, რათა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისა, რათა არ ვმონებდეთ ცოდვასა, ცოდვის მონები ვარ. ანუ იმისი მონები, რასაც ღმერთი არ სურს, რაც ბობოქრობს ჩვენს თავზე, ჩვენს სხეულზე, ჩვენს სულზე. მონობიდან თავისუფლებისაკენ მიგვანიშნებს უფალი და აი მონობისაგან თავისუფლებისაკენ სვლა ძალიან რთული. და ძალიან კარგად დაადასტურა ებრაელმა ერმა, რომელსაც დაჭირდა 40 დღე, 40 წელი უფრო სწორედ, უდაბნოში ყოფნა, რომ მომკვდარიყო ძველი და ახალი დაბადებული. თუმცა რაღა შორს უნდა წავიდეთ, ამას ძალიან კარგად ვადასტურებთ ჩვენ ქართველები. ვისაც საბჭოეთში უცხოვრია და კარგად ახსოვს. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ გვენატრებოდა თავისუფლება, მაგრამ ჩვენ 20 წელია თავისუფალი საქართველოს მოქალაქენი ვარ და ჩვენ ხედავთ, რას დავემსგავს. თუ ჩვენ ამისათვის ვიბრძოდით, ეს გვინდოდა. რას ვგავართ შეხედეთ. ვინმე თუ იტყვის, რომ მაშინ ღვთისმეტყვა არ იქადაგებოდაო და ეხლა ხო იქადაგებაო და იქადაგება და განა ბევრი უსმენს. განა ჩვენს ერში ქრისტეს სამწყსო, განა ის მცირე სამწყსო არ არის, რომელიც ჯერ კიდევ ამინს ვერ ცვლის. ასე რომ თითოეული ჩვენთაგანი მონობის ბორკილებს ესე ადვილად არ იცილებს და ვერ იცილებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მონობის უღელი გაცილებით ტკბილია ვიდრე თავისუფლებისა, იმიტომ რომ მონობის უღელში შემმულებს პასუხისგებლობა არ მოგვეკითხება და არა გვაქვს და ხოლო თავისუფალ ადამიანს პასუხისგებლობის წინაშე დგება თავისუფალი ადამიანი და მისი პასუხისგებლობა ისეთი დიდია, რომ მას შეუძლია ღმერთი გახდეს და მას შეუძლია ღმერთი უარყოს. შემდეგ პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ქრისტესთან უნდა მოვკვდეთ და უკვე თუ მოვკვდებით ქრისტესთან, გვწამს, რომ მისთანაცავს ცხონდეთ. დღეს აი ესეთი დუმილის დღეა, შეიძლება ასე ითქვას. ეს აპოგია, რომელიც დასრულდა ქრისტეს მოვლენებით, გაგზელდა ქრისტეს სიკვდილით და ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ რო დავბადებული ყავით მაშინ იმ პერიოდში, ჩვენ ერთადერთი რამ მოგვეთხოვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რწმენა არ გვექნებოდა, როგორც არავის ქონდა, მისი მკვდრთით აღდგომის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვექნებოდა რწმენა, რომ რაღაც ახლა უკვე სასიკეთო მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ყველაფერი დასრულდა, მორჩა, წერტილი დაესვა. მიუხედავად ამისა, ჩვენგან უფალი სხვა რამეს ითხოვს. აი ხო ყველაფერი დასრულდა. ხომ მოვკვდი, ხომ აღარა ვარ ამ ქვეყანაზე, ხომ უსუსური აღმოჩნდი და მიწაში დამდეს და საფლავში ვარ. შენ შეგიძლია დაინახო. აი ამ ყველაფრის და მიუხედავად, ჩემში ის რისთვისაც თუნდაც ერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ღირდეს შენი. შენ შეგიძლია დაინახო ის, რომ რისთვისაც ღირდეს შენი მოვლინება ყოველგვარი შემდგომი ნაყოფისა გარეშე, თუნდაც მარადიული სიცოცხლე ერქვას ამ ნაყოფს. შენ შეგიძლია, რომ შენთვის უპირატესი იყოს ის სიწმინდე, ის სიდიადე ზნეობრიობისა, ის სიყვარული და ის ერთგულება და ის თავგანწირვა, რომელიც შენ ჩემში დაინახე. შენ შეგიძლია, რომ ყველაზე ძვირფასად შერაცხვა ქვეყანაზე. ერთ-ერთი მამა ამბობს, იწმინდანად შერაცხილი არ არის, მაგრამ საოცარ ამას ამბობს, რომ ჯარისკაცი, ორი ჯარისკაცი, რომელიც ომში მიდიან და ორივე კვდება, ორივე თავს წირავს. და საოცარ ამას ამბობს, მეო იმ ჯარისკაცს, რომელიც ათეისტია, ათეისტი რა გაგებით, რომ არა წამს სულის უხტავება და მარადიული სისულთე, ან ამაზე არ ფიქრობს, იმას უფრო დიდ გმირობა თუ თოლიო თავგანწირვას ვიდრე მას, ვინც ღრმად მორწმუნეა. საოცარ ამას ამბობს. და სწორია და ლოგიკა არის ამაში. ესმით, ადამიანს მიღმიერი სამყაროს სადმე რწმენა არ აქვს. ის რაც აქვს ერთადერთია მისი, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდეს თვალით ჩინივით, მაგრამ იგი წირავს სამშობლოს და მეგობარს და მოყვას და ოჯახს. ეს საოცარი გმირობაა, ხო? აი უფალი ამას ითხოვს ჩვენგან.
ხო ყველაფერი დამთავრდა, აღარაფერი აღარ არსებობს. მაგრამ ხო გახსოვს მე როგორი ვიყავი. როგორი სიყვარული მქონდა, როგორი სიკეთე, როგორი სიფაქიზე მქონდა მე შენს მიმართ, ადამიანო, ჩემო სიყვარულო, ჩემო შვილოთა, მეგობარო და ძმაო, როგორც გვიწოდებდა ხშირად უფალი, ჩემო მოწაფე. ხომ გახსოვს? აი აღარა ვარ ამ ქვეყანაზე. შეგიძლია რომ მიერთგულო მკვდარს. შეგიძლია რომ მოკვდე ჩემთან ერთად და ჩათვალო რომ აი სიკვდილი ჩემთან ერთად და ჩემთვის გაცილებით აღემატება შენ რამდენიმე ათეულ წელს თუნდაც უბადროგ სიცოცხლეს პირუტყულს. სიკვდილი იმ საოცარი სინდიადისათვის რაც ჩემში დაინახე, ეს სიკვდილი გაცილებით ძვირფასია, ვიდრე შენი თუნდაც 200 წელი სიცოცხლე ამ ქვეყანაზე რომ ჭამოდა სვა და მე ბოლოს რა თქმა უნდა მოკვდება. შეგიძლია ეს გააკეთო. და პავლე მოციქული ამიტომ ამბობს, უკა თუ მოკვდეთ ქრისტესთან აქ წამს, ნახეთ, უნდა მოკვდეთ ქრისტესთან და აი ამ ერთგულების სანაცვლოდ. იმის გამო რომ შენ ქრისტიანი იმიტომ კი არა ხარ, რომ რელიგიური ზნობების დაკმაყოფილება გსურს. შენ ქრისტიანი იმიტომ კი არა ხარ, რომ კარგად ვიყო და ემად რამე არ მომივიდეს, გარეთ რო გავა. შენ კანონებს აქ იმიტომ კი არა აღარ სრულებ, რომ თავში რამე არ დამეცესო. ალბათ არ გავხდეო, შვილი გამithხოვდესო და სამსახური ვიშოვო. არამედ შენ ქრისტიანი იმიტომ ხარ. შენ ახალი აღთქმის ჯულის აღსრულებელი, ეკლესიურად მაცხოვრებელი, მლოცველი, მართველი, მაზიარებელი იმიტომ ხარ, რომ მზად ხარ. მოკვდე ქრისტესათვის და მოკვდე იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც კი გინახავს ამ ქვეყანაზე, იზნეობრივი სიმაღლეა, რომელიც საოცარ სიყვარულსა, თავგანწირვასა და სიფაქიზეში გამოვლინდა, რაც ქრისტემ გამოავლინა ადამიანების მიმართ. და თუ შენი სარწმუნოება, შენი ქრისტიანობა აი ამგვარ სახეს მიიღებს. როცა შენ ნებისმიერ ეჭვს, სარწმუნოებრივ ეჭვს, რომელიც შენში შემოვა, არ ღმერთი არ არის, არ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ჭეშმარიტება არის თუ არ არის, ასე შემდეგ ერთ პასუხს გასცემ მხოლოდ. მე მაინც ქრისტეს ერთგული ვარ და ვიქნები ყოველთვის. ნებისმიერი რაც არ უნდა მითხრა, რა მიზეზიც არ უნდა მითხრა, ყოველთვის და მაინც ქრისტეს ერთგული ვიქნები. და თუ საჭირო იქნება მისთვის მოვკვდე. აი შემდგომ მოდის ის რწმენა, რომელსაც აღდგომის რწმენა ქვია და პავლე მოციქულიც ესე ამბობს, უკვე თუ მოვკვდეთ ქრისტესთან, აი თუ მოვკვდებით ქრისტესთან. გვწამს რამე თუ მისთანაც ავცხობ. ანუ მისთანა ავსდგე და მისთანა გავიხარო. და შემდეგ აგზელებს შერაცხენით თავნი თქვენი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღვთისა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენის. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი გულხურვალება და ერთგულება უფლისადმი საქმეში გამოვლენილი, რომ ჩვენი თავი მკვდრად შევრაცხო ცოდვისათვის, რომ ვიყოთ მის თანაცოცხლე. მე მგონია რომ ჩვენ დღევანდელ დღეს გულის სიღრმეში უნდა ჩავიდე და იქ მდუმარებაში გავიაზროთ, სადა ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ მკვდარი ქრისტეს ერთგულნი. და თუ ჩვენ მკვდარი ქრისტეს ერთგულნი არა ვართ, თუ ჩვენ ნაწამები მაცხოვრის ერთგულნი არა ვართ, თუ ჩვენ შეურაცხყოფილი, ამასოფლის დიდებულთაგან უარყოფილი ქრისტეს ერთგულნი არა ვართ, მაშინ ქუდები დავიხურო და აქედან წავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენს ქრისტიანობას ჩალის ფასიც არ ექნება. ხოლო თუ ჩვენ შეგვიძლია ან გსურს უпроსწორად, რა შეგვიძლია, ჩვენ არაც არაფერი არ შეგვიძლია, თუ ჩვენ გსურს რომ მკვდარი ქრისტეს, აი დღეს მკვდარია ქრისტე, მკვდარი ქრისტეს ერთგულნი ვიყოთ. სიკვდილამდე ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად. მაშინ ჩვენში შემოვა, გაცოცხლდება და აინთება ის რწმენა, რომელსაც აღმდგარი მაცხოვრის რწმენა ქვია. და მაშინ არა მარტო ხვალ ვიზეინებ დიდი სიხარულით, რომ ქრისტე აღდგაო, არამედ ეს სიხარული მუდამ ჩვენი თამდები იქნება და ამ სიხარულით ვიცხოვრებ, ამ სიხარულით შევეგებებით ჩვენ სიკვდილს და ამ სიხარულით გარდავიცვლებით სიკვდილისაგან სიცოცხლეში, მარადილ სიცოცხლეში, რომლისათვისაც ჩვენ დავიბადენთ.
უფალი შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.